მოგესალმებით ყველას. დღეს მე ბოლოჯერ მოგმართავთ სპიკერის ტრიბუნიდან რომ ვარ ნანა ედიშერაშვილი და წარმოვიდგენთ თემას გარემოს დაცვა ბიომრავალფეროვნება. მე მინდა ჩემი სიტყვა მივუძღვნა უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ რომ ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის სხვა. წარმოიდგინეთ სამსაფეხურიანი კიბე და ადამიანი, რომლის მიზანიც არის მესამე საფეხურზე მოხვედრა. შევთანხმდეთ იმაზე, რომ არ არსებობს მეორე ან მესამე საფეხური პირველის გარეშე. რომ ადამიანს სჭირდება პირველი საფეხური იმისთვის, რომ გზა გააგრძელოს. მოდი ეს ყველაფერი უფრო კონკრეტულად გავიაზროთ. სამყაროს შექმნის ყველა ძირითადი თეორიის მიხედვით ადამიანის შექმნამდე შეიქმნა გარემო, რადგან ადამიანს სჭირდებოდა პირველი საფეხური გარემოს სახით იმისთვის, რომ განვითარებულიყო და ეარსება. და მართლაც. ადამიანი განვითარდა გარემოს, უფრო კონკრეტულად კი ბიომრავალფეროვნების დახმარებით. და უკვე საპასუხოდ, განვითარებულმა ადამიანმა პირველ რიგში სწორედ ბიომრავალფეროვნების განადგურება დაიწყო. მე მებადება კითხვა. თუ ადამიანის შექმნამდე ბიომრავალფეროვნება მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ ჩვენ გვჭირდებოდა ის არსებობისთვის, ერთი წუთით მაინც დაფიქრებულ ხართ იმაზე, რა მოხდება მაშინ, თუ ბიომრავალფეროვნება არ იარსებებს? პასუხი მარტივია. უბრალოდ არ ვიარსებებს ჩვენს. დღეს თითოეული ჩვენგალის ვალია. დავიცვათ ის, რაც მომავალში ჩვენვე გადაგვარჩენს. ჩვენ უნდა შევჩერდეთ. ზუსტად განსაზღვროთ, რამდენად უსაფრთხოა ის გზა, რომელსაც ჩვენ ხვალინდელი დღის გზას ვუწოდებთ. ჩვენ დღეს ვიცავთ ბიომრავალფეროვნებას, მასშტაბამდე ვიცავთ საკუთარ მომავალს. დღესდღეობით საქართველოს ბიომრავალფეროვნების კუთხით მსოფლიოს 25 ცხელწერტილშია შესული. რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოსთვის საყურადღებოა ყველა ის დაცული ტერიტორია, რაც საქართველოში მდებარეობს. და რას ვაკეთებთ ჩვენ ამის საპასუხოდ. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ მზად ვიყავით დაგვეშრო კოლხეთის დაბლობი, მხოლოდ იმიტომ, რომ 1200 ჰექტარით მეტი მიწა მიგვეღო და ერთი წუთითაც არ დავფიქრებულ ვართ იმაზე, რომ თუ კოლხეთის დაბლობს დავაშრობდით, ამით საფრთხეს შევუქმნით აზიისა და აფრიკის გადამფრენ ფრინველებს, რადგან სწორედ კოლხეთის დაბლობია ერთ-ერთი უმთავრესი გზა ამ ფრინველების გადასაფრენად. თუ ჩვენ ოდესმე კიდევ გავიფიქრებთ, რომ ჩვენ კოლხეთის დაბლობი უნდა გავანადგუროთ, ამით კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ როგორც ადგილობრივი, ისე გადამფრენი ფრინველების არსებობას, რითაც ფაქტობრივად მსოფლიო ბიომრავალფეროვნების კანონზომიერების დარღვევას შევუწყობთ ხელს. დღეს მე მოგიწოდებთ თქვენ. არასოდეს დაივიწყოთ ის, რომ ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიული ჯაჭვითაა დაკავშირებული. და თუ ამ ჯაჭვიდან ერთი რგოლი მაინც ამოვარდება, ჯაჭვი გაწყდება, რადგან თითოეული რგოლი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ასე მაგალითად, ფოთოლს ჭამს მუხლუხო, მუხლუხოს კაკაბი, კაკაბს კი მელა. გამოდის, რომ მელას სიცოცხლე არა მხოლოდ კაკაბზე, არამედ ფოთოლზე, მუხლუხოსა და კაკაბზე ერთდროულადაა დამოკიდებული. ამიტომ მოგიწოდებთ თქვენ. გამოიყენეთ თქვენი საუკეთესო იარაღი ამ ჰარმონიულობის რღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად. დღეს ჩემი საუკეთესო იარაღი ჩემი სიტყვაა. ამიტომ სიტყვით ვცდილობ დავიცვა ისინი კიდევ ერთი მთავარი მიზეზით. მომავალ თაობებსაც აქვთ უფლება ნახონ ცაზე გადაფრენილი, ჯერ კიდევ შემორჩენილი კირკიტები ან თუნდაც კაკჩები. მე მოგმართავთ მომავალი თაობის სახელით თქვენ უფროს თაობას. ჩვენ არ გვჯერა თქვენი, ვინც შლის ნუკრის ნაამბობს კითხულობთ, თვალზე ცრემლი მოგდით და მეორე დღეს ირმის რქებისგან დამზადებული დეკორაციით ალამაზებთ სახლს. ჩვენ არ გვჯერა თქვენი, ვინც კანონების კარგად ცოდნით გვეტრაბახებით და მეორე დღეს საუკეთესო იარაღს ეძებთ ნაკრძალზე შედეგიანი ნადირობისთვის. ჩვენ არ თქვენი გვჯერა, ვინც სუფრის თავში საქართველოს ბუნების მრავალფეროვნების სადღეგრძელოს წითელ წიგნში შეტანილი უიშვიათესი ჯიხვის რქით სვამთ. თუ თქვენ არ იცით როგორ გადაარჩინოთ, გთხოვთ, ნუ გაანადგურებთ მაინც მათ. სწორედ ამ უკანასკნელი ფრაზით მიმართა 12 წლის კანადელმა გოგონამ გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს. მას შეძლო ის, რომ ამ თავისი სიტყვით ბუნებასთან ზურგით მდგარი მსოფლიო მთლიანად შეცვალა. მე დღეს ვდგევარ თქვენს წინაშე. და თუ ჩემი სიტყვის შემდეგ ერთით ნაკლები ცხოველი მოკვდება ან ერთით ნაკლები ხე მოიჭრება, ჩავთვლი, რომ ჩემი მიზანი შესრულებულია. და ბოლოს მტერი ყოველთვის ცდილობს ყველაზე დიდი დარტყმა მოგვაყენოს. თუ თქვენ არ გახსოვთ, რა იყო ის, რაც აგვისტოს ომის დროს ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა მტერმა ხალხის ხოცვის შემდეგ ქართველების ყველაზე დიდ ტკივილად მიჩნია, მე კარგად მახსოვს და გაგახსენებთ. მან გადაწვა ტყე. დღეს ომი დამთავრდა. ჩვენ კი ჩვენით ვაგრძელებთ ბიომრავალფეროვნების განადგურებას. მე ახლა მიჩნდება კითხვა. ხალხო, დღეს ვინ არის მტერი? მადლობთ ყურადღებისთვის.